ერთი თვით ადრე ციხე საქმის წინა სასამართლოს ხდომის განხილვის ეტაპზე დატოვეს. პირველად პროკურატურა გამოვიდა თავდაჯერებულის პოზიციიდან, პირველად პროკურატურა გამოვიდა ძლიერის პოზიციიდან და როგორც კი 16 ივნის სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არის საჭირო ციხეში და ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ ოჯახთან ერთად, თუ კი ისინი იქნებიან ცნობილი დამნაშავედ, რა თქმა უნდა დაბრუნდებიან ციხეში და თუ კი მათ სასამართლო გაამართლებს, იქნებიან გამართლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას და მიხარია, რომ ისინი ძლიერდებიან და მათი პრაქტიკა ვითარდება. რაც შეეხება სამომავლოდ ხდომის გაგრძელებას, დღეს დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა ბრალდებულების მიმართ ცისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოხდეს. რადგან პროკურატურამ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო ითხოვა და ეგრეთ წოდებული კაბინეტის საქმეზე სწორედ ამიტომ ხდომა 26 ივნის 11 საათზე უნდა განახლდეს. ეს ხო დავით ქაშიაშვილი, მადლობა დათო. საქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში იმყოფება, სადაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს ქვეყნის მეთაური ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვა. დღეს კი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა სლოვაკელ კოლეგასთან. რა საკითხებზე ისაუბრეს მოლაპარაკებებზე და რა შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტს, ამის შესახებ თამარ ნუცუბიძე ისაუბრეს ბრატისლავადან. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბოლო შეხვედრა სლოვაკეთის პრეზიდენტთან გამართა. მხარეებმა პოლიტიკური საკითხების პარალელურად სტიქიურ უბედურებაზეც ისაუბრეს. ირინა იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთმა საქართველოს დახმარება შესთავაზა. პრეზიდენტის ვიზიტი დელეგაციის სხვა წევრებმა შეაფასეს. პრეზიდენტმა ამ ბოლო სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა. მან გითხრა, რომ ყველა ტიპის დახმარებისთვის არის მზად, მათ შორის ეკონომიკური დახმარებისთვის და როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდება, რა ტიპის დახმარება არის საჭირო, ისინი მზად იქნებიან ამ დახმარების გასაწევად. სლოვაკეთს აქვს უნიკალური გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, სტრუქტურებში ინტეგრაციის და სლოვაკეთი მზად არის, რომ ეს გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გაუზიაროს საქართველოს. ამდენად ურთიერთობების განვითარების თემები უაღრესად ბევრია. რა თქმა უნდა, განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, თუ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, თუ თანამშრომლობა განათლების და კულტურის სფეროში. კონფერენციაზე განხილული თემები, უსაფრთხოების საკითხები, რუსეთთან ურთიერთობები, ტერორისტთან ბრძოლა, უკრაინა და ვარშავის ნატოს სამიტი. ეს ის თემებია, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც საკმაოდ აქტუალურია. ამ მიმართებაში საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარები ევროპელმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტი განხორციელების პროცესშია. უახლოეს მომავალში დავასახელებთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ არსებითი პაკეტი სასარგებლო იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, განვიხილავთ მიღწეულ პროგრესს არსებითი პაკეტისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების ფარგლებში და ლიდერები გადაწყვეტენ, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს სვლა ალიანსისკენ. ჩვენ გვჭირდება ორი რამ. საქართველოს უნდა შეასრულოს საშინაო დავალება. ამ კუთხით პრობლემებს ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან რასაც საქართველოს აკეთებს, დამაჯერებელია. მეორე საკითხი ჩვენ გვეხება. უარი არ უნდა ვთქვათ საკუთარ ვალდებულებებზე, როდესაც საქმე ღია პოლიტიკას ეხება. დღეს სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება. გლობალური უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოვა. ის ძირითადად ისაუბრებს სამეზობლო პოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთთან ურთიერთობაზე. ასევე ხვალ ძირითადი თემა იქნება უკრაინა, რომელსაც წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. საუბარი შეეხება ქვეყნის მომავალს და მისი განვითარების პერსპექტივას და აქ პროგრამით გათვალისწინებული არის ოდესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის მოხსენება. გიორგი მარგველაშვილი კი ასევე გეგმავს შეხვედრას ამერიკელ კონგრესმენებთან. ეს ხო თამარ ნუცუბიძე ბრატისლავადან, მადლობა თამარ.
საგაუნცემლო სახლის სახელების სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს მართავს საღამოს სტიქიის დროს დაყოლბულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო მოწვეული სტუმრები აუქციონშიც იღებენ მონაწილეობას. ლოტებს შორის არის ქართველი მხატვრების ნამუშევრები, მწერლებისა და პოეტების ხელნაწერები, ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები და პატრიარქის გამოგზავნილი იშვიათი ზომის ონიქსის ქვა. Tris გეგმებზოლთან ყვა, სამიტომაც არ მიყვის მამაკაცი ასე რომ იბრძვის. და ისმენთ. დღევანდელი საღამო შეიძლება და არ ჩატარებულიყო, იყო კითხვის ნიშნის ქვეშ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ დღეს იგეგმებოდა მხოლოდ საუკუნის და წელსახეების დაჯილდოება და სახელების მედია პროექტ სახელების სამტომეულის წარდგენა. ძალიან გვიხარია, რომ არ გადავდეთ ეს ღონისძიება. 150-მდე მეტი პროექტი მაქვს განხორციელებული და კარგად მესმის ეს ორგანიზაცია რა რთულიც არის ყველაფერი. და მით უმეტეს დღეს იმ მდგომარეობაში, რაც ჩვენს თავს ხდება, უფრო მეტად მინდა რომ ხარი დამეჭირა მათთვის და ამ აუქციონში ასევე ჩემი წვლილით შემეტანა. და ახლა კურიერში ამინდის დროა პროგნოზ დღესდღეანე გაგვასწრებს. ხვალამის განაპირობებს ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით და დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. დასავლეთით კი ღამით უმეტეს, დღესით ზოგიერთ რაიონში იწვიმებს ელჭექით ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა. ბათუმში 27 გრადუსი სითბო პლუს 28 გრადუსია ნავარაუდები ფოთში. 29 გრადუსამდე გათბობა ჰაერის სოხუმში, 28 გრადუსი იქნება ზუგდიდში. ახალციხეში 29 გრადუსი სითბო. ქუთაისში პლუს 31 გრადუსი, 27 გრადუსი სითბო იქნება ლენტეხში, აგერში 29 გრადუსი. ასევე 29 გრადუსია ნავარაუდები ამბროლაურში. ცხინვალში 30 გრადუსი სითბო პლუს 31 გრადუსი იქნება გორში, თბილისში 33 გრადუსი, პლუს 33 გრადუსი იქნება რუსთავში, თელავში 33 გრადუსი, პლუს 33 გრადუსი იქნება სიღნაღშიც და 35 გრადუსი ყვარელში. თბილისის დრო გამოშვებით მოიღრუბლება ღამისა და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება დილის 9 საათზე 24 გრადუსი, 12 საათზე 29 გრადუსი, 15 საათზე 33 გრადუსი, 18 საათზე პლუს 30 გრადუსი და 21 საათზე 23 გრადუსი სითბო. უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია. ლამინატი 12 ლარიდან, აბაზანის კარადა ხელსაბანით 198 ლარიდან, საღებავი 26 ლარი. დომინო. ველკო პოპოვიცკი კოზელი იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრები. დედა, ჩვენ შევიტყვეთ ბოროტი მიკრობების შესახებ, მაგრამ ეს სუპერდედა დავხატებათ შესაშინებლად. და შენ ხარ ჩემი სუპერდედა. ახლა კი მოდი გავთავისუფლდეთ ამ საშინელი მიკრობებისგან. დედა შენი მართალია. Safeguard რეკომენდირებულია ოჰაიო შტატის ფარმაცევტთა ასოციაციის ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტების მიერ. Safeguard სუპერდედების დამცავი ფარი. აიღეთ კუთვნილი ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი 1 საათში ლიბერტი ბანკის ავტოლომბარდის მომსახურებით. მიიღეთ 30000 ლარამდე თანხა ავტომობილის ასაკის შეუზღუდავად. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. საზაფხულო აქცია. რეზიდენციები წყნეთის კაკლებში 650 დოლარიდან. სენსიტი 577 138 138. დროა ჩვენმა პატარამ მიირთვას იოგურტი. ჰუმანას იოგურტი. ერთადერთი იოგურტი 6 თვის ასაკიდან.
დამზადებულია გერმანიაში. მე ვარ кайხოს რო სალამი ხალხო მოიცით ახლოს რომ უკეთ ნახოს სიახლე თან რომ ვიახლე ეს არის ცივი ჩაი სახელად кайხო ჩათვალეთ რომ ახალი ეპოქა დაიწყო ბოთლშია სივია გემრიელია მატონი ტონი ღირებელია ლიმონის ატმის შოლოს არომატით რომელს გასინჯავ ახლავე მოგარჩენ გასენი დაისხი ხალისი დაიწყო ეს არის ცივი ჩაი кайხო кайხო როცა საზღვარგარეთ მიდიხართ, თან მხოლოდ ის უნდა წაიღოთ, რაც აუცილებლად გჭირდებათ. საძიებო სისტემა. სოციალური ქსელები. GPS რუკა. კიდევ ელექტრონული პოსტა. ერთი სიტყვით მობილური ინტერნეტი. თან ეს ყველაფერი დაუჯერებელ ფასად. მხოლოდ 2 ლარ 9 დღეში. დაიღე მობილური ინტერნეტი როუმინგში. აირჩიე სასურველი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე დაბალ ფასად და გამორიცხეთ ზედმეტი ხარჯები. ჯელსელი მობილური ინტერნეტი მობილური თაობისთვის. აუ ჩემი კაი მე მგონი ბუა იყო. რა უნდა ბუას შუა ქალაქში? გაივსო ქალაქი ჩამოთრეული ბუები. კომედი შოუს და ვანა შოუს გახმოვანებით. 12 ივნისიდან. აი ბუაც მოვიდა. თავდაყირა. ეს ხდება მეორედ 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. მხოლოდ ბუნეგოში ოქროს ლომბარდი 1%-ად. ბუნეგო, გისურვებთ ფინანსურ წარმატებას. მოგესალმებით ბავშვებო. ყველაფერი წესრიგშია? ნახოთ. შვენიერია. ახლა კი უგემრიელესი რამით გაგიმასპინძლდენ. მოდით ჩვენვე მოვამზადოთ ნაყინი რასტიშკასგან. ავიღოთ ხაჭო, კარგად მოვათავზოთ დინოს ჩხირები და შევდოთ საყინულეში. ზადარი! მოდით მოვამზადოთ ჩვენი ნაყინი რასტიშკასგან ყოველ დღე. და გავიდადო! რასტიშკა, მოვამზადეთ ნაყინი თქვენ თვითონ. დანონი, ყველაფერი იწყება რძით. ერთკვირიანი ფასდაკლების აქცია კარტუში. ახალი ქათამი 6 ლარი და 95 თეთრი. ბავშვის საფენი 27 ლარი და 95 თეთრი. სარეცხის საშუალება 14 ლარი და 95 თეთრი. გვეწვიეთ კარფური. ყოველთვის დაბალი ფასები. შეიძინეთ ახალი ან მეორადი ავტომობილი Liberty Bank-ის ავტოლიზინგი. მიიღეთ ავტომობილის ღირებულების 80%-ამდე თანხა. Liberty Bank. ყველგან და ყველასთვის. სოფელში ჩასვლისას ყოველდილას დგებით მსულქად და ხალისიანად. იმიტომ რომ გვაქვს კარგი ჩვევა. ყოველ დღე ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს. ყოველ საღამოს კი ვსვავთ კეფირს. კარგი ჩვევები ქალაქში სასარგებლოა. კეფირი სოფლის ნობათი, სასარგებლო ჩვევა ყოველი საღამოსთვის. აქცია ლეისისგან. გათამაშებაშია 35,000 პრიზი. შეაგროვე ლეისის ცარიელი შეფუთვები და მიიღე ზღვის სანდალი. მზის საფალე, ყუსასმენები ან დინამიკი. საჩუქრების მიღება შესაძლებელია ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე leis.com.gr. ზაფხული ლეისთან უფრო გემრიელია. სრაფი ონლაინ სესხი 1500 ლარამდე. პირველი სესხი 500 ლარამდე. საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე. კრედიტონჯი, ჩვენ ხვდით ფულს ხელმისაწვდომს. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი მთიელი. მზადდება ქართული ველური სვიის გამოყენებით. საღამოს ეთერის სპონსორია სეზონის საუკეთესო ფასი. 599 ლარი კონდიციონერებზე. დახვეწილი დიზაინი, გაგრილება გათბობის ფუნქცია, მხოლოდ ალტასა და ოკეიში. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ჯელსების როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუძლოთ ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 თეთრად. დაუვიწყარი გემო. ევროპული ხარისხი. საღამოს ეთერის სპონსორია მაიონეზი ოლკომი გამის არომატით. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში ცეცხლის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს ეთერის სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. სახლი, რომელიც ჯერ არ უნახავს თბილისს,
აბაშიძის 70. ჩვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე და დღის მთავარი სპორტული სიახლეებით დიმიტრი ობოლაძე გვერდება საღამოშვიდობის თემა. საღამოშვიდობის. გამარჯობა. თბილისში მოხდარი სტიქიის გამო ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის განკარგულებით თბილისში ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისია ჩამოვიდა. მათი შეფასებით მიუხედავად სტიქიის მძიმე შედეგებისა, ოლიმპიური ფესტივალი შეუფერხებლად ჩატარდება. ახალი თბილისისთვის, სადაც ძირითადი სპორტული არენები განთავსდა, სტიქიას ზიანი არ მიუყენებია. აქ ახლა სამუშაო და დიდი უმრავლესობა დასრულებულია და მხოლოდ გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა მიდის. სწორედ აქ ნანახის შემდეგ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. ბაქოში პატრიკ ჰიკისგან მივიღეთ დავალება, რომ ყველაფერი პირადად შეგვემოწმებინა. ჩვენამდე ძალიან საგანგაშო ხმები მოდიოდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს და თბილისი წყლის ქვეშ იყო დაფარული. საბედნიეროდ ეს სიმართლეს არ შეეფერება და არც ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დამკვირვებლებმა საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე სპორტის სასახლის მშენებლობაც მოინახულეს და მისი მშენებლობის ტემპიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ მომავალ თამაშებს ისიც უმასპინძლებს და ეგრეთ წოდებული ბ-გეგმის ამუშავებაც აღარ გახდა საჭირო. საშინელი ტრაგედია მოხდა და ვიცი რაოდენ რთულია ამ სიტუაციაში ოლიმპიური ფესტივალისა და საზეიმო განწყობის შექმნა, თუმცა ეს უდიდესი გამოწვევაა თქვენი ქვეყნისთვის და ყველამ ერთად უნდა შეძლოთ მისი მაღალ დონეზე ჩატარება. ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ. ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარების გარანტიები დამკვირვებლებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც მიიღეს. ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სტიქია ფესტივალის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. დაზიანებები, მაგრამ ძალიან მცირე პერიოდში გამოსწორდა და დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენთვის რამდენიც არის ცნობილი, შეფერხებები არ იქნება. ობიექტების დიდ უმრავლესობაში უკვე ვარჯიშობს მომავალი ფესტივალის მონაწილე გუნდების უმრავლესობა. ივლისში კი ობიექტებმა ბოლო ტესტ ჩემპიონატებს უნდა უმასპინძლონ. რამოდენიმე დღეში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი პატრიკ ჰიკი გააკეთებს განცხადებას, რომ ჩატარდა დამატებითი ინსპექტირება და არც ერთ ობიექტს არანაირი საფრთხე, არანაირი პრობლემა არ გააჩნია და თბილისი მზადაა, რომ მაღალ დონეზე უმასპინძლოს ოლიმპიურ თამაშებში. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სტარტს 26 ივლისს აიღებს. სპორტის სამინისტროში სპორტის ანალიზის სამმართველოს წარმომადგენელი სპორტული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრა, სადაც ფედერაციის დაფინანსების კრიტერიუმები და პრიორიტეტები განიხილებოდა, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და 1 საათი გაგრძელდა. სპორტის ანალიზის სამმართველომ ფედერაციების წარმომადგენლებს რამდენიმე შემუშავებული მოდელი წარუდგინა. ერთ-ერთი საქართველოსთვის ადაპტირებული ესტონური მოდელია. ახალი შემოთავაზებაა პრიორიტეტების როგორ უნდა განაწილდეს ფინანსები, როგორი უნდა იყოს სტატისტიკა, ჯერ ვერაფერი ვერ გავიგეთ, იქნება კიდე შეხვედრები, მოგვაწვდიან საბუთებს თავის ხედვას და ალბათ მერე ვიბჯელეთ უფრო უკეთესად. საინტერესო მიდგომები აქვს, ახალგაზრდა თანამშრომლები იმყოფებოდნენ ევროპაში, გაეცნენ ევროპულ გამოცდილებას, ჩამოიტანეს რამდენიმე ვარიანტი და ეხლა მიდის მუშა პროცესი. თბილისში ტარდება UEFA-ს მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა ფეხბურთელების საფეხბურთო განვითარების პროგრამის ვორქშოპი, სადაც საქართველოს გარდა მაკედონია, ბელორუსი და სომხეთი მონაწილეობენ. თბილისში UEFA-ს წარმომადგენელი პროექტის კურატორი ფრანგი ჟან-ფრანსუა დომერგი კონსულტანტებთან ერთად ჩამოვიდა. ჩვენ დედაქალაქს სულ 25 სტუმარი ეწვია, რომლებიც ეროვნული ნაკრების ბაზაზე დააბინავეს. აგვისტოში რუსთავში ბორის ბაიტაძის სახელობის საფეხბურთო აკადემიის კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. ამ კომპლექსში 3 ხელოვნური, 3 ბუნებრივი ბალახის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის დარბაზი, აუზი და სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ ამ პროექტის შინაარსი. ეს რჩევები და რეკომენდაციები ჩემი აზრით ძალიან ბუნებრივია. UEFA-ს წარმომადგენლები ძალიან კარგ შეფასებას აძლევენ ჩვენ მუშაობას, ძალიან კმაყოფილები არიან თვითონ ბავშვების განვითარებით. ქართველი მცველი ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე აქსენტი გიორგაძე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14 კლუბის ლაროშელის ერთ-ერთ მცველად იმუშავებს. გიორგაძე ამჟამად საფრანგეთის ეროვნული ნაკრების სამმართველო შტაბის წევრიცაა და მსოფლიო თასისთვის კონკრეტული ამოცანები აქვს დასახული. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ კი გიორგაძე ლაროშელში მუშაობას სრულფასოვნად დაიწყებს და გუნდის თამაშის გაანალიზებაზე და სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი. ასეთი იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ობოლაძემ გააგვაცნო. მადლობა დიმა.
კეთი მელოა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აპირებს. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის კონცერტი ლონდონში 21 ივნისს გაიმართება და შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. კონცერტის გარდა კეთი მელოა 26 ივნისს მეგობრებთან ერთად უმასპინძლებს ასევე საქველმოქმედო გამოფენას, სადაც ქართული ღვინო და სუვენირები გაიყიდება. კიდევ ერთი საქველმოქმედო საღამო სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოს შორის